10 თებერვალს ევროკომისიამ ევროპარლამენტში კიბერშევიწროების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მსხვერპლთა დახმარებას, ძალადობის შესახებ შეტყობინებასა და დახმარების გაწევას. გეგმის ნაწილია შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ბავშვებს საშუალებას მისცემს ჩაგვრის შესახებ კონფიდენციალურად აცნობონ სპეციალურ ცხელ ხაზს, უსაფრთხოდ შეინახონ და გაგზავნონ მტკიცებულებები, შემდეგ კი მიიღონ დახმარებას სამართალდამცველი თუ სხვა შესაბამისი უწყებების მიერ. ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ბავშვები და ახალგაზრდები თანაბრად იყვნენ დაცული. ჩვენ ვიაზრებთ კიბერშევიწროების საფრთხეს, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს შეიმუშაონ კიბერშევიწროების თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ უზრუნველთ ვყოფთ, რომ ჩვენი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი შეესაბამებოდეს კიბერშევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის დროსაც უახლეს ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. აპლიკაციის შეთავაზების გარდა გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის არსებული კანონმდებლობის მიზნობრივ აღსრულებას, რათა შემცირდეს ჩაგვის შემთხვევები. ეს გულისხმობს ციფრული სერვისების შესახებ კანონის ფარგლებში წესების გამკაცრებას, მავნე ინფორმაციისგან არასრულწლოვნების დასაცავად და ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის მიზნობრივ აღსრულებას.